ყოვლად საზღვარი თავდასხმა, ბოროტების, შურისძიებისა და ტერორის გამოხატულება. ასე შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 ნოემბრის თეთრი სახლის მიმდებარედ ეროვნული გვარდიის წევრებზე განხორციელებულ შეერაღებულ თავდასხმას. დონალდ ტრამპი მომხდარს ჯერ საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე გამოიხმაურა. შემდეგ კი ამერიკელ ხალხს ფლორიდადან მიმართა და დაჰპირდა, რომ თავდასხმელს ნამოქმედარი ძვირად დაუჯდება. ეს ყოვლად საზღვარი თავდასხმა იყო ბოროტების, შურისძიებისა და ტერორის გამოხატულება. ეს იყო დანაშაული მთლიანად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იყო დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ყველა ამერიკელის ფიქრები ახლა დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის ამ სამხედროსა და მათ ოჯახებთანაა. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის. მათთან მიტკივილისა და გლოვის გარდა ჩვენ აღსავსენი ვართ სამართლიანი ბრაზით თავდასხმელებისადმი. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მე სრულად მაქვს უფლება უზრუნველყო, რომ ცხოველმა, რომელმაც ეს სისაზაგლე ჩაიდინა, გადაიხადოს ყველაზე დიდი ფასი. შემიძლია განგიცხადოთ ჩემ ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი არის უცხოელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან ჩამოვიდა. არ ვაპირებთ შევეგუოთ კანონისა და მარცესრიგის ხელყოფას იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არის. ჩვენ უნდა გადავხედოთ თითოეული იმ უცხოელი საქმის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან ბაიდენის დროს ჩამოვიდა. მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი უცხოელის გასაძევებლად, რომელიც არც ჩვენ გვეკუთვნის და არც სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. თუ მათ ჩვენი ქვეყანა არ უნდათ, არ გჭირდებიან. ამერიკა არასდროს დაიჩოქებს და არასდროს დაიხევს ტერორის წინაშე. სამხედროებისთვის წლევანდელი მადლიერების დღის მილოცვა განსხვავებულად მოუწია ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯეი-დი ვენსს. თეთრ სახლთან მომხდარმა თავდასხმამ ამერიკელი მაღალჩინოსნის სიტყვით გამოსვლის შინაარსი თითქმის სრულად შეცვალა. First of all, I want everybody who's a person of faith to say a prayer. უპირველეს ყოვლისა, მინდა ყველამ, ვინც მორწმუნეა, ილოცოს ამ ორი ეროვნული გვარდიელისთვის, რათა მათ შეძლონ მადლიერების დღის გატარება ოჯახებთან ერთად, რადგან ისინი ჯერ კიდევ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან. ეს ფაქტი არის სევდიანი შეხსენება იმისა, რომ ჯარისკაცები აქტიურ სამსახურში იქნებიან, სარეზერვო სამსახურში თუ ეროვნულ გვარდიაში, სწორედ ისინი არიან ამერიკის ფარი და ხმალი. ყველა, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ფორმას ატარებს, მინდა პირადად გადაუხადო მადლობა იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ. ღმერთმა დააოცოს ისინი. Thank them for what they're doing. We're grateful to them and we're praying that they're going to be safe. გამოძიების ფედერალური ბიურო სხვა უწყებებთან, მათ შორის შიდა უსაფრთხოების სამინისტროსა და საიდუმლო სამსახურთან ერთად დეტალურად იკვლევს, რა მოხდა 26 ნოემბრის საღამოს ვაშინგტონის ცენტრში. გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის საქმეზე. ჩვენ გამოძიების ფედერალური ბიურო ამ გამოძიებას ბევრი მიმართულებით ხელმძღვანელობთ. ჩვენს პარტნიორებთან ერთად სამართალდამცავი ორგანოებიდან, დედაქალაქის პოლიციის განყოფილებიდან და უწყებათაშორისო სტრუქტურებიდან დაუყოვნებლივ ამოვიღეთ იარაღი. შემთხვევის ადგილზე გავგზავნეთ ჯგუფი ნივთი მტკიცებულებების ამოსაღებად. ვეძებთ და ვაწარმოებთ მოწმეთა დაკითხვას. ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა მასალები ჩვენს ლაბორატორიაში დაუყოვნებლივი ანალიზისთვის გავგზავნეთ. კოლუმბიის ოლქის პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩვენ ასევე არაერთი ორდერი გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით შხრეკის ჩასატარებლად, მათ შორის ეჭვმიტანილის ბოლო ადგილის, რომელიც ვაშინგტონის შტატში მდებარეობს. ახლა არსებობს მტკიცებულება, რომ ეს სუბიექტი დაკავშირებული იყო ავღანეთში პარტნიორ ძალებთან. ჩვენ ასევე ყურადღებით ვიკვლევთ მისი ბიოგრაფიის სამნიშნელოვან გარემოებას, რათა დავადგინოთ ყველა თანამზრახველის ვინაობა, რომელიც იმყოფება ამერიკაში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ახლა მინდა მივმართო მას, ვინც ეს მოიმოქმედა. თქვენ არასწორი მიზანი დაისახეთ, არასწორი ქალაქი და ქვეყანა. თქვენ ირანებთ ძალადობისა და ბოროტებისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ზედაქალაქში ჩაიდინეთ. ვაშინგტონში ახლა თავდაცვის უმკაცრესი ზომები არის მიღებული. დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების ომის მდივანს პიტ ჰექსეტს ქვეყნის დედაქალაქში ეროვნული გვარდიის დამატებით 500 სამხედროს განთავსებისკენ მოუწოდა. 26 ნოემბერს დაჭრილი სამხედროები სამედიცინო დაწესებულებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მკურნალობას გადის თავდამსხმელიც, რომელიც სამართალდამცველებმა დაჭრეს. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, რადგან თავდამსხმელი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.